მოგესალმებით, მე დაჩი ნანობაშვილი ვარ, მეორე კლასის მათემატიკის მასწავლებელი. ჩვენ დღეს ბავშვებო, ერთი შეხედვით უცნაური ცხრილები უნდა შევავსოთ. მე მოგიმზადეთ პირველივე ცხრილი, სადაც როგორც ხედავთ, ვარსკვლავი, მანქანა და გული ხატია პირველ სვეტში. პირველ სტრიქონში კი საღებავით ესე უჯრები არის დასვრილი. წითელი, ყვითელი და ლურჯი. აი ეს ცხრილი უნდა შევავსოთ. ახლა მოდი შემდეგი სლაიდი ვნახოთ და იქნებ მივხვდეთ რაშია საქმე. და მერე ვიმსჯელოთ. აბა ვნახოთ. აჰა. ესე იგი ნაწილი უკვე შეავსეს და დავაკვირდეთ რა ხდება. ესე იგი მეორე სტრიქონში, სადაც აი ეს ფერმკრთალი ნაცრისფერი ფერმკრთალი ვარსკვლავი იყო, გასწვრივ ორი ვარსკვლავია, მანქანის გასწვრივ მესამე სტრიქონში, მანქანა გულების გასწვრივ მეოთხე სტრიქონში, გულებია ფერები სხვადასხვა. ახლა ასე დავაკვირდეთ წითელი ფერის სვეტში, წითელი ვარსკვლავია, ყვითელი ფერის სვეტში, ყვითელი მანქანა და გულია, ლურჯი ფერის სვეტში, ლურჯი ვარსკვლავი და გულია. მე მგონი მივხვდით, ხო? აბა მოდი ახლა ვიმსჯელოთ, ვთქვათ სად რა უნდა იყოს და შემდეგ შევამოწმოთ ჩვენი მსჯელობა. მოდი დავიწყოთ აი ამ უჯრაში. თიწუთით სხვა ფერი ავიღო, აი ეს. ამ უჯრაში აბა დავაკვირდეთ რა უნდა იყოს. მოდი კითხვის ნიშანს დავსვა. რა უნდა იყოს? ვარსკვლავი, მანქანა თუ გული? დიახ, ვარსკვლავი უნდა იყოს, მაგრამ რა ფერი? ზემოდან რა ფერი მოდის? ყვითელი. ესე იგი, აქ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ყვითელი ვარსკვლავი. ვიმახსოვრებთ. აბა მანქანებთან ვნახოთ, აქ რა ფერის მანქანა იქნება? დიახ, წითელი უნდა იყოს, ალბათ აქ ლურჯი მანქანა. რა ფერის გული აკლია? წითელი გული. ვნახოთ, ესე იგი, მოდი გავიმეოროთ. აქ ველოდებით რომ იქნება ყვითელი ვარსკვლავი, აქ ველოდებით რომ იქნება წითელი მანქანა, აქ წითელი გული, აქ კი ლურჯი მანქანა. მოდი ვნახოთ, ჩვენი მსჯელობა რამდენად სწორია. ნამდვილად სწორი ყოფილა. ყვითელი ვარსკვლავი, წითელი მანქანა და წითელი გული და ლურჯი მანქანა. მშვენიერია, ესე იგი გასაგებია, ვაკვირდებით სტრიქონსაც, ვაკვირდებით სვეტსაც. ვუყურებთ რა მოდის სტრიქონში, რეები არის სტრიქონში, ამ შემთხვევაში მანქანები, მაგრამ სად რომელი ფერის უნდა იყოს, ამას უკვე მეუბნება სვეტი. აი ესეთი საინტერესო ცხრილი შევავსეთ ახლა ჩვენ, უпростоრად მივხვდით სად რა უნდა ყოფილიყო და ახლა მსგავსი ცხრილი მოგიმზადეთ მე ოღონდ. ამ ცხრილში რიცხვებია ფერების და ფორმების მაგივრად და თუ დააკვირდით, მიმატების ნიშანი გაჩნდა. აქ არაფერიც არ იყო. აქ არაფერიც არ იყო და ჩვენ ისედაც მივხვდით რა უნდა გვექნა. ხოლო ამ შემთხვევაში ეს უჯრა უკვე გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მაინც ვერ მივხვდი აქ კი მიმატება გავიგე, მაგრამ ფერი არ არის, ფორმა არ არის, რიცხვები წერია. მაინც ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთოთ. მოდი შემდეგი სლაიდი ვნახოთ, როგორც წინა შემთხვევაში შემდეგმა სლაიდმა გვითხრა, მიგვახვედრა რა უნდა გვექნა, მე მგონი აქაც შემდეგი სლაიდი დაგვეხმარება. აბა დავაკვირდეთ, ესე იგი ორი რიცხვი ჩაგვიწერეს, ორი უჯრა შეგვივსეს. ახლა დავაკვირდეთ. ეს 7 საიდან მოვიდა? რომელი სტრიქონია, რეების სტრიქონია, ანუ ხუთები მოდიან აქედან სულ და ზემოდან ორები. მიმატება ხდება. ხედავთ რაშია საქმე. 5 და 2 ერთმანეთს შეხვდნენ ამ უჯრაში და მიემატნენ ერთმანეთს. ხედავთ? ესე იგი 5 აქედან წამოვიდა. 2 ზემოდან წამოვიდა, მიემატნენ ერთმანეთს და გახდა 7. აბა ერთი ვნახოთ აქ რა ხდება 8. 4 აქედან მოდის, 4 ზემოდან მოდის, ერთმანეთს ხვდებიან ამ უჯრაში და გამოდის
8 მშვენიერი ახლა უკვე აღარ გაგვიჭირდება ჩვენ შევსება. მოდი მივყვეთ ნელ-ნელა. 8 მოდის აქედან 3 ზემოდან. ამ უჯრაში რა უნდა იყოს? 8 ზემოდან 3. 8-ს დავუმატოთ 3. დიახ, 11. გავაგრძელეთ. მოდი აი ეს უჯრა ვნახოთ. თუ კიდათ არეულად გავყვეთ მერე. ჯერ ეს უჯრა ვნახოთ, მერე არეულად გავყვეთ. 8 მოდის მარცხნიდან. ზემოდან რა მოდის? 6. 8 და 6. აი აქ ხვდებიან ერთმანეთს. 8-ს დავუმატოთ 6, 14. შვენიერი. მოდი როგორც თქვით, არეულად ახლა ავარჩევ რომელიმე უჯრას, აი მაგალითად რომელი უჯრა მომწონს. აი ეს ვნახოთ რა არის. მარცხნიდან რა მოდის? 4. ზემოდან რა მოდის? 14 არა, ჩვენ უყურებთ შავ რიცხვებს, ხომ? სტრიქონებში და სვეტებში რაც წერია, შეხედეთ, აქაც დავბრუნდე უკან ფერები და ფორმები. მარტო ამას უყურებთ. არ შეგვეშალოს. აბა გადავედით, ხო, აქ ვართ. აქედან მარცხნიდან 4 მოდის, ზემოდან 6. შეხვდნენ აქ 4 და 6, 10. შვენიერია. ავარჩევ ახლავე უჯრას. აბა ერთი ეს ვნახოთ. მარცხნიდან 8, ზემოდან 0. ისევ 8. მოდი ავარჩევ აი ამ უჯრას. მარცხნიდან 4, ზემოდან 3. შეხვდნენ ერთმანეთს, რა იქნება? მართალია 7. გავაგრძელეთ. მოდი ეს უჯრა ვნახოთ. 5, 0. რა იქნება? შვენიერი. მოდი ეს უჯრა იყოს. 4, 2. რა გამოვიდა? 6. ძალიან კარგი. ეს უჯრა 8 მოდის, ნახეთ რამში შორედან 8 მოვიდა, ზემოდან 4, გამოვიდა 8 და 4. 12. კარგი, ბევრი არ დაგვრჩა. მოდი აი აქ 0-ზე დავასრულოთ. ზემოდან 0, მარცხნიდან 4, ეს ვერაფერსაც ვერ ცვლის, ისე 4. შვენიერი. აი აქ რა იქნება? ზემოდან რა მოდის? 6. მარცხნიდან 5. 6 და 5, 11. შვენიერია. უი, მწვანე რატო გამოვიდა? აი ასე. აგერ ვნახოთ რა ხდება. მარცხნიდან 8, ზემოდან 2. რა გამოვიდა? 10 გამოვიდა. შვენიერი. 2 უჯრა დაგვრჩა. აი ეს ჩემთან ახლოს რომელიც არის, ის შევავსოთ. მარცხნიდან 5, ზემოდან 4, რა გამოვა? შვენიერია. 9. გადავედით. 5 მარცხნიდან, ზემოდან 3, შვენიერია. 8. მე მგონი მივხვდით რა ხდება შეკრების ცხრილში და არ უნდა იყოს რთული. მაგრამ ახლა ერთი საკმაოდ რთული ცხრილი მოვამზადე, სადაც კი შიგნით უკვე ჩაწერილია რიცხვები, მაგრამ სტრიქონში და სვეტში მთავარ სტრიქონში და მთავარ სვეტშია ამოშლილი. აქ მე მოგეხმარებით და მე ერთ დავალებასაც მოგცემთ და მე დაგემშვიდობებით. კარგით. ახლა ნახეთ როგორ ვიმსჯელებ. მოდი დავაკვირდები ამ უჯრას. საიდან უნდა მივიღოთ 8? ზემოდან ხედავ 2 მოდის. მაშინ გვერდიდან რა უნდა იყოს? რა უნდა წამოვიდეს, რომ 2-იანს შეხვდეს და 8 გახდეს? 2-ს რა უნდა დაემატოს, რომ 8 გახდეს? დიახ, 6, ესე იგი აქ 6-იანის ადგილი ყოფილა. შვენიერი, თუ აქ 6 უნდა იყოს, მაშინ აქ შემიძლია გამოვიცნო რა უნდა იყოს. მარცხნიდან 6 წამოვა, ზემოდან 4, ერთად რა იქნება? 10. შვენიერია. მომეხმარა 6-იანი ძალიან. აბა ახლა ვნახოთ, გავაგრძელებ ფიქრს და ვიტყვი ასეთ რამეს. აი ამ 8-იანს დავაკვირდები. წეღანის 8-იანი მომეხმარა. ახლა მე მგონი ეს 8-იანი მომეხმარება. მარცხნიდან მოდის 3. რა უნდა წამოვიდეს ზემოდან, რომ დაემატოს 3-ს და გახდეს 8? 5. ესე იგი აქ უნდა იყოს 5. ახლა მაგ 5-იანს გამოვიყენებ. ზემოდან 5, მარცხნიდან 6, აქ რა იქნება? 5 და 6, 11. შვენიერი. გავაგრძელოთ. ეს 5-იანი ზემოდან რომ მოდის და ბოლომდე ჩამოვა 6 ხდება, ესე იგი მარცხნიდან რა მოდის, რომ 6 გახდეს ის 5? დიახ, 1. შვენიერია.
ახლა ერთიანი გამოვიყენოთ. 1 მარცხნიდან 2 ზემოდან ადვილია 3. 1 მარცხნიდან 4 ზემოდან 5, რა თქმა უნდა. ასე. რა დაგვრჩა? 2 ზემოდან 3 მარცხნიდან ისევ 5 და ბოლო უჯრა 3 მარცხნიდან 4 ზემოდან 7. აი ასე მშვენივრად გავაკეთეთ. ეს ცხრილით შევავსეთ, თითქოს რთული იყო, მაგრამ მაინც ჩვენ შევძელით გაკეთება. რაც შეეხება დავალებას. მე გირჩევთ აიღოთ უჯრიანი რვეული, უფრო ადვილი იქნება და დახაზოთ ცხრილი 5-5-ზე. სახაზავი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ თუ სწორი ხაზები, ძალიან სწორი ხაზები არ გამოგივათ, არა უშავს, არ ინერვიულოთ, თავარია ცხრილი გააკეთოთ. ესე იგი, გვინდა 5 უჯრა 5 უჯრაზე. ნახეთ, რას გულისხმობ? აქ გვაქვს 1, 2, 3, 4, 4 სვეტი გვაქვს და 4 სტრიქონი. ჩვენ გვინდა რომ 5-5 გქონდეს. ამისთვის ნახეთ, რას ვაკეთებთ? 1, 2, 3, 4, 5, 6. 6 ხაზს გავავლებთ და სტრიქონშიც 6. 1, 2, 3, 4, 5, 6. აი ასე. აქ წერთ მიმატების ნიშანს და უჯრებს ვავსებთ, სტრიქონის უჯრებს და სვეტის უჯრებს ერთნიშნა რიცხვებით, რომელიც გაგიხარდებათ. მაგალითად 2, 3, 7, 4, 5, 8, 6, 9 ჯობს რომ არ გაიმეოროთ და შემდეგ როგორც ვისწავლეთ, დანარჩენ ცხრილსაც შეავსებთ. კარგით. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე.